დია და ნათელია. Რაღაცა ზღვარი არსებობს, რაღაცა არის იქით, რაღაცა არის აქეთ. ამიტომ გთხოვთ, ვინც აქ ვართ და ვინც გვიყურებთ, ნუ წახვალთ იქ. მოდით აქ, იმიტომ რომ ვაგრძელებთ. გრძელდება მანიფესტი. დავიწყოთ დიალოგი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ჩამოვედით ჩვენი ხედვით და ძალიან გვაინტერესებს მათი პრობლემების მოსმენა. ყველაზე მთავარი არის ეს, რომ მოусმინოთ გოროლებს, მოусმინოთ რეგიონში რა პრობლემებია, ისინი როგორ ხედავენ და მე საბოლოოდ შეჯამდეს ეს და რაღაცა დიდი სურათი დავინახოთ და გავაანალიზოთ რაშია პრობლემა, ან პრობლემა არის თუ არა და როგორც არის. ამიტომაც მგონია რომ ყველაზე მთავარი არის დიალოგის დაწყება და მოთხოვნა ერთადერთია და ყველაზე მთავარი რომ განთავისუფლონ პოლიტპატიმრები და ამ შემთხვევაში ჩვენ თეატრში პირდაპირ მნიშვნელობით ანდრო ჭიჭინაძეა დაპატიმრებული და ამას ვუთხოვნთ. ნაომარ ქალაქში, როდესაც ეუბნებიან რომ ბოდიშნა მოიხადა, მე მგონია რომ ნაომარ ქალაქის მაცხოვრებლებს უნდა ქონდეთ ამაზე პროტესტი და მინიმუმ რაღაც სოლიდარულები უნდა ვიყოთ ერთმანეთთან, ამიტომ არ ვიცი რა გავითარება, როგორი ყველგან ყველა დაშინებულია და ხშირ შემთხვევაში შეიძლება რაღაც ქუჩის მეორე მხრიდან გიყურებდნენ და ვერ შემოგიერთდნენ სურვილის მიუხედავად და მინდა რომ ეს შიში ერთად დავძლიოთ ყველამ და გავერთიანდეთ და რეალურად ყველაფერი გვაერთიანებს. ეს შეიძლება სხვადასხვა აზრზე ვიყოთ რაღაცების მიმართ, მაგრამ გვაერთიანებს ეს კანონები რაც არ წერია რომ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს შეეხება და ეს უნდა გავიაზროთ ყველა, რომ ხვალ ადამიანი გამოვა გაძვირებული ფასების გამო გასაპროტესტებლად და უცებ 5000 ლარი არის სისხლის სამართალზე რო არა ხალა ჯარიმას მიიღებს, ანუ მიხვდება რომ ის კანონი მასაც ეხება, რომ გაძვირებული ფასი მეც მეხება და თქვენს გეხება და ყველას ეხება. ქვეყნის სუვერენიტეტიც ყველას გვეხება, ერთ ქვეყანაში ვცხოვრობ. უსამართლობა გვეხება ყველას. ეს ერთნაირად შეეხება ვისი ამორჩეველიც არ უნდა ვიყოთ და ვინც არ უნდა ვიყოთ, ამიტომ სოლიდარულობა არის მთავარი აი ამ ჩვენი მანიფესტის როგორ გითხრათ, ტალღის გადამცემი და დიდი იმედი მაქვს რომ გორით შემოგვიერთდება აი ამ სოლიდარობას.